საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია. ფერიდულ სინერიოლოგიულ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშ ვალდებულების საკითხი უნდა დადგეს. სენატორი ჯინ შაჰინი დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მიესალმება. უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში შეხვედრას გამართავენ. მხარეები უკრაინაში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს. მისი თქმით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს ყოველთვის პოზიტიურად უდგება. მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს. ტრამპი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ დეტალებს უახლოესი 3 დღის განმავლობაში გაასაჯაროებს. ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. სამედიცინო დასკვნის თანახმად, მან ინსულტი გადაიტანა, რასაც კომა და გულის გაჩერება მოჰყვა. რომის პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.